მივდით პირდაპირ ეთერში. გამარჯობა თათა. გამარჯობა. სანამ გადაცემის ამ ბლოგის ნაწილს შევუდგებოდეთ, მანამდე ერთი განცხადება უნდა გავაკეთო. 4 წლის მარიამ ბალანჩევაძეს უტარდება გადაუდებელი გულის ოპერაცია. დღეს 2:30-მდე რეზუს უარყოფითის გარდა ნებისმიერი სისხლი ესაჭიროება. საკონტაქტო ნომერი 598-003-882. კიდევ ერთხელ გავიმეორებ საკონტაქტო ნომერს 598-003-882. როდესაც მსგავს განცხადებებს ისმის ხოლმე მაყურებელი ყოველთვის გულისხმიერებას გამოიჩენს და დახმარების სურვილი უჩნდება ხოლმე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც ეს არ იქნება გამონაკლისი და კიდევ ერთხელ რეზუს უარყოფითის გარდა ესაჭიროება ნებისმიერი სისხლი 2:30-მდე, ოღონდ ვისაც გაქვთ ძალიან გთხოვთ, რომ მოასწროთ ამ ძალიან მცირე დროში და დავეხმაროთ 4 წლის მარიამს. იმედია 4 წლის მარიამ კარგად იქნება. კი. შევხედოთ, თათა ესეთი ოპტიმისტი აღმოჩნდა, მე არ ვიცოდი. არის რაღაცა მთლიანად დადებითი და ოპტიმისტი და ოპტიმისტურად უყურებს ცხოვრებას. ეს ჩვენი ელენე თავადის ქალი. ვასლუპერაკო. თათა თქვი ახლა ვინდა შემოგვიერთეს და რაზე უნდა ვისაუბროთ? ბახვა ბრეგვაძე. კი ბატონო. სარაჯიშვილის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის უფროსი. მართალია, საქმიანი კაცი ჩვენ სტუდიაში. შევეგებები მე ბახვას. ჩვენი ხშირი სტუმარი სხვათა შორის. კი, ბახვა მოსულია, ვიცი. მოდი ბახვა. გამარჯობა, დრავა. როგორ ხარ? ბახვა. გამარჯობა. როგორ მიხარია რა ჩვენთან? მე მიხარია. როგორ ხარ? კარგად მე შემოსაყვარებ. როგორ მოგწონთ თანაც წამყვანობა? ცოტა უცნაურია, მაგრამ მე მგონი ვეჭვი. მე ძალიან ყოფილი ვიყავი და მინდოდა რომ აი ცოტა კვირეული ყოფილი. არ დასრულებული იყო ეს. შეგვიძლია გავამეოროთ სხვათა შორის. შემთხვევას დავუშვათ არა საკუთარ. მე თვითონ მე მინდოდა მომეწონა ეს უკვე მეორე წლზე რო წახვალთ პირველი მე. დიდი სიამოვნებით. სულ ყავს ხოლმე სტუდიაში პარასკევობით საქმიანი ქალი. დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქმიანი კაცი ბახვა ბრეგვაში. შენ გახსენე ბრახვა. მე გავხსენი. ბრახვა. როგორია შენი საქმიანი გრაფიკი, რეჟიმი? ძიმე არის და ვიცი რომ ძალიან, იმიტომ რომ რაღაცა სხვადასხვა და ბევრ საქმეს ერთად ვეპოტინები და ვეჭიდები. თუმცა მომწონს ეს იმიტომ რომ რაღაც ერთფეროვნება ჩემთვის არის ხოლმე რთული. ანუ ერთ და იგივე საქმის კეთება ან სადღაც დიდხანს ყოფნა ან რაღაც ესეთი არის ყოველთვის ჩემთვის უფრო რთული ვიდრე აი ვთქვათ იქ წავიდე ის რა. ხო, ვიდრე სირბილი და ვთქვათ მოძრაობა. ამ შემთხვევაშიც გარდა იმისა, რომ ყველა მიცით სარაჯიშვილში ვარ, მარკეტინგის და პიარის ხელმძღვანელი. ბატონო. და ვთვლი რომ თან ერთი რამეც მინდა ვთქვა აუცილებლად რომ გამიმართლა ისეთ სამსახურებში მოვხდი, სადაც არის რაღაცა კომფორტი, ხარისხი და ანუ სასიამოვნოა მუშაობა. ეს ძალიან. ეს არის სარაჯიშვილი, ესეც საიდანაც წამოსვლა მართლა არ მინდა და მიყვარს ეს თვითონ ეს სარაჯიშვილის კონიაკი შვილი და შესაბამისად სიამოვნებით ვაკეთებ იმ საქმეს რაც იქ მევალება. თუმცა რაღაცა დღეებით ვარ, აი ესე ვთქვათ თელ კვირას ერთ საქმეს ვერ ვარ. იმიტომ რომ გაქვს ცალკე ძალიან ბევრი. რა საქმიანობ დანარჩენი სარაჯიშვილის გარდა? რედაქცია ნომერი 3. გვაქვს ესეთი რედაქცია, რომელიც უკვე ვიქეცით რედაქციად, მანამდე ქონდა ერთი ჟურნალი კულინარტი, რომელიც საბედნიეროდ აღმოჩნდა წარმატებული პროექტი, დღეს უკვე შემიძლია თამამად თქვა, რომ არის ბრენდი. ნამდვილად. და ამიტომ ძალიან მალე გამოვა ახალი ჟურნალი 12. რომლის რიცხვებზე ხართ ხო გაგართულები? რედაქცია ნომერი 3, ჟურნალი 12 გამოვა, კულინარსაც ხარ გადავიდა. მე უკვე ერთად 15. ანუ ჟურნალი 12 რატო? 12 თვე არის ხო წელიწადში გამოვა თვიური და მარტო ეს არ არის, ეყოლება დაარსო იქნება მთავარი რედაქტორი ნინო დარასელი და 12 თანა რედაქტორი ეყოლება ყოველთვის მოწვეული და ყოველთვის ახალი. ანუ ყოველთვის შეიძლება სულ შეიძლება ერთი და ანუ მუდმივი რუბრიკები იქნება, ვთქვათ, ეს ჟურნალი იქნება კინოთეატრი, მოდა, არქიტექტურა, ინტერიერის და ანუ ყველაფერი გარდა პოლიტიკისა და კულინარიისა.
ხო, იმიტომ კულინარიას ცალკე ეთმობა კულინარტი არაჩვეულებრივი და რაღაცა ძალიან კარგი პროექტია და ამაზე მე ცალკე ვისაუბრებ. ნომერი 3-ზე? ხო, რედაქცია ნომერი 3 არის ეს. არა, ეს თვითონ რედაქციას ქვია ნომერი 3, რომელიც აკეთებს კულინარს და 12-ს. კი. და კიდე მესამე ახალი ჟურნალი დაემატება საბოლოოდ მალე, რომელიც ჯერ მხოლოდ ეს არის პროექტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს თქვენთან მე ვიწყვით. ნელ-ნელა. რა საინტერესო. ხო, და ანუ კარგია რა, იმიტომ რომ რაღაცა მოგწონს ეს საქმე. არ ვიცი ხა ეს თქვენ უნდა შეაფასოთ, მაგრამ მაინც გამოდის რომ გამოგვივიდა, რადგან წარმატებული აღმოჩნდა. იცი რა, ხან მეორე და მესამე ჟურნალის გამოშვებას იწყებ და ფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველმა გაამართლა, ხო, ლოგიკურად. და მესამე ჩემი საქმე დამეტავდა. ყველაზე ჩემი ცოლის დაქალები რა არის? საყვარელი გამოდგა მსახიობობა, რომელსაც ვერ გადარევი. აძიგებს ძალიან პროფესიით, მსახიობი აქცენტია. ორი შემთხვევითი მსახიობი და მაგრამ წარმატებული. მე არ მინახავს აბწახარ. ხო და აუცილებლად უნდა უყურო. იმიტომ რომ მე მინახავს თქვენი სერიალი. მე გიყურებ ახლა. რა მომეწონა? გადასაღებ მოედანზე დგომა და მსახიობის სამყაროში. დილის 10-ის ნახევარი და ღამის 4-ის ნახევრამდე მაქვს ხოლმე ხანდახან გადაღება და ძალიან გაღიმებული სახით მაინც ვარ და არიღლები ხარ ენთუზიაზმით ახსავსე. საერთოდ ვიღლები ხოლმე სხვა საქმისგან, თუნდაც სასიამოვნოსგან და წუწუნებ ხშირად. აქ არა, პირიქით გაღიმებული ვარ და ბოლომდე სახში რომ მივდივარ, ხვდები რომ ძალიან დაღვრილ ვარ და პირდაპირ ვითიშები, მაგრამ იქ ვერ ვგრძნობ ამას. იმდენად მომწონს ეს პროცესი. ტექსტი ნასერსალა. იცი რა არის, ხანდახან ვასწრებ, ხანდახან ვერ ვასწრებ. უბრალოდ ინახე. ქუჩაში მე დავდივარ, არა, ყოველ ქუჩაში დავდივარ ხოლმე და უცებ შეიძლება ვიღაცა გამომხედავს ხოლმე დიალოგი, მაგრამ სხვისი ხანდახან ისე წინასწარ იმდენად მეტი ბევრი დრო გვაქვს, რომ სხვისი ტექსტით ზეპირად ვიცი და ჩემ თავს ველაპარაკები, მაგრამ ხანდახან პირდაპირ ყოფილა ესე და შევარდი და გამიჭედია კიდეც ძალიან ბევრი, მოკლედ ეს პროცესი არის ძალიან მაგარი, უნდა ცადოთ. თავიდან ცოტა არ შეგეშინდა, აი თათასთანაც ალბათ შეკითხვა მექნება. გავრისკო არ გავრისკო, იმიტომ რომ მე მიუხედავად იმისა, რომ მეც ბავშვობიდან ხო, მსახიობობაზე ვოცნებოდი, მქონდა რაღაც შემოთავაზება და ვერ გავრისკე და ვთქვი უარი. ხო და გეტყვი, მეც მქონია, რა თქმა უნდა, ვერ ვისკავდი, მაგალითად ჩემი მეგობარი თორნიკებზია გადაკიდებული მყავდა და მე რომ მეზედება თმა, ოდნავ მაქვს ხუჭუჭა. და როგორც კი ამ ხუჭუჭა თმით დამინახავ და ეხლა უნდა გადაგიღო ფილმში და იმ დღეს ვაშორბოდი საპარეკო ხარში და გამოვიდი. ვერ ვისკავდი, ხო? ვერა, რა თქმა უნდა, ვერა და ეს შემთხვევით მოხდა. ეს კეთკო რამ გადამაწყვეტინა, თვითონ სერიალს ვუყურებდი თავიდანვე ჩემი ცოლის დაკარგვა და ძალიან მომწონდა და ანუ რაღაცნაირად ვიფიქრე, კარგი იქნებოდა და ისიც იმიტომ გავრისკე, რომ იყო შეიძლება ორი გამოჩენა ყოფილიყო და მე რომ აი ძალიან ესეთი. და მე განვითარდა, ანუ მოხდა ისე, რომ განვითარდა დარჩა და ამიტომ მე მეც მაგრამ თავიდან აი აქ მქონდა ყელში დიდი ბურთი, რომელსაც აი არაფერი. ნერვიულობის ბურთი. აი ტელეფონი გირეკავს ამას. ტელეფონი. და მე ყოფილა გაჭედები რაღაც ელემენტარული, ძალიან მღელავდი თქო, ერთხელ შემეშლებოდა, შეიძლება მოგვიყარიყავდა, მე უნებოდნენ რომ არ არის ეგეთი. შეიძლება ახლა კინჭურაშვილი უნდა ყოლა და გვერდით და აღარ იყო. ყავდა, გიორგი ბახუტაშვილის გვერდზე, რომელიც ძალიან კარგად ანუ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როდესაც პროფესიონალი მსახიობი გიწევს პარტნიორობას, ხომ როგორც ხდები გეხმარება. კი, ძალიან. ძალიან და ჩვენთანაც ანუ ამის ნაკლებობა არ იყო და მაგას კიდე უფრო დიდი პასუხისმგებლობა და ამაზე კიდე უფრო ღელავ, რომ ესეთ მაგარ მსახიობებთან ერთად ასრულებთ რაღაც შენ პატარა როლს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოკლედ და მომავალში რამე დიდი შემოთავაზება რომ მიიღო დათანხმდები. არ ვიცი, ვიფიქრებ. მაინც მე ნერვიულია. თორნიკებზია თუ შემოგთავაზებთ რაღაც როლს. თორნიკესთან აუცილებლად, იმიტომ რომ ის ვალში ვარ კი არა და რაღაც ხო. ბახვა, როდესაც საქმიანი ხალი მოდის ხოლმე ჩვენთან სტუდიაში, ყოველთვის თან მოაქვს ჩანთა. ეს ჩანთა არის ხოლმე მრავალფეროვანი, ну რას არ ნახავ. რას არ იპოვე შიგნით, თმის განახორებელი. თავარი ატრიბუტი, რაც მუდამ თან დაგაქვს, თუნდაც როდესაც დილას მიდიხარ და შეთქმა გაქვს. ახალი ტელეფონი შეუძენია სელფის გადასაღებად. ჯოხიც შევიძინე. ხო, სადავი ჯოხი ჯოხი ხო არ ვივლი მაგ ხო დაპირებდი და დამრჩა. ჯოხიც მაგაიში ის ყიცი რა გამოდის. ეგეც შევიძინე და დაბადების დღებზე ალბათ წავიღებ ხოლმე, მაგრამ ვერ ვიდიხარ.
ხო, რაც შეეხება ამას, ეს არის ჩემი ის ნივთები რაც სულ შენთან არის. ხო, აი ეს არის ის ნივთი, რომელიც არის სულ ჩემთან. აქ წერ შეხვედრების, თქვათ, დროს, როდის უნდა მიხვიდე. ეხ ბოლოს როგორ იყო ის ადრე მე თვითონ აი აქ ვიწერდი ყველაფერს და ეხლა ვინაიდან და რადგანაც არის რაღაცა მართლა პიკშია ჩემი გადარბენა, ამიტომ ვიწერ ნოუთებს და მე შევდიო და ნახულობ აი რაღაც არის უცებ შეიძლება სახელი და გვარი იყოს მე იმაზე ვფიქრობ იმ ნოუთსაც ვერ ვიწერ ხოლმე კარგად ისე არ მჭირდებოდი სამაზრო და შეიძლება აი სახელი და გვარი აქ ვიღაცის მხდება რომელსაც ხმამაღლა არ ვიტყვი იმიტომ რომ არ მახსოვს რასთან დაკავშირებით არა მე აქ მიწერია თქო სავარაუდო კანდიდატები კულინარიაში ვინ შეიძლება მე თქვა მომეწონოს ვინ ნიშნავ გადავიღოთ და აი აქედან მე ვარჩევ სია და მე ეს ნონოლა მცირდება მე აქ რა ხო აი თქვა რაღაცა ტურიზმის დეპარტამენტი უნდა შევხვდეთ რეკომენდაციები მივიწე აი ეს რაღაც ყველაფერი არის ბლოკნოტის ფუნქციასაც ასრულებს შენი ტელეფონი ყველაფერი ერთი მიუხედავად იმისა რომ ხარ თამამად შეიძლება თქვა ჯერ პატარა შენი ასაკისთვის ძალიან ბევრს მიაღწია გაქვს მართლა ძალიან სერიოზული სამსახური ხო შეიძლება ის თქვა 29 ეგეთი პატარაც ყოველ შემთხვევაში ასეთი სერიოზული სამსახურისთვის მეც ასე მეუბნებიან მეც ასე მეუბნებიან უფრო პატარას გავხარო ვიდრე ხარ ხო ჩვენ არის მე და სალომა ბაღელები ვიყავით ხო ჩვენ ბაღში ანუ შენ 29 წელს არა მე ცოტა უფრო დიდი ვარ ცოტა უფრო პატარა ცოტა უფრო პატარა აპირებ რომ რაღაცა ეს შენი პროფესიული ცოდნა გაიღრმავ ანუ განათლებას გულისხმობ გაქვს გეგმაში რომ სიმართლე რომ გითხრა ის ბოლო 1 წელია რომ არ ვსწავლობ არაფერს და ეხლა რომ მითხარ რომ ეს შეიძლება სასწავლი მქონდეს მართლა ალბათ გადავხტები აქედან ანუ ეხლა ამის ნერვი არ მაქვს აი ამ ეტაპზე არ მაქვს მაგრამ ისე იყო სულ ბევრი და აი რაღაცა ვთქვათ საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურაც მაქვს დამთავრებული საერთაშორისო ეკონომიური მარკეტინგით ანუ რაღაც ბევრი სფერო მაინტერესებდა და მაინც შენი ძირითადი პროფესია არის PR მენეჯერი ხო? ხო, ანუ მარკეტინგის უფრო მარკეტინგი ვიყავი ქას და მე ისე გამოვიდა რომ ეს PR-იც შევითავსე და სხვათა შორის ეგეც ეს იყო ეგ სამსახური იყო ის რომელმაც მომიხსნა საერთოდ კამერების კომპლექსი რადგან ქორწილებში და დაბადების დღეებსაც ვემალებოდი კამერებს აი ხო იცი არ ეხლა აი შეხება ესე ვარ ამდენი კამერა რო შეგიყურებს მე ჩემი კამერაც მე მიყურებს ამდენი კამერა უკვე აღარ ბევრ საუბრობენ რომ საქართველოში დღეს PR-ი და მარკეტინგი არის რაღაც საწყის ეტაპზე განვითარების საწყის ეტაპზე შენ როგორ ფიქრობ რა თვისებებს უნდა ფლობდეს კარგი PR მენეჯერი და კარგი მარკეტოლოგი ხო ამაზე მე ვიყავ ისქენთან სტუმრად გახსოვს ვისაუბრეთ კიდეც აი ეს თვისებები შეგიძლია ესე ჩამოვიდე კი აუცილებლად უნდა იყოს გავიმეორებ ანუ მაგას გქონდეს და უნდა იყოს კომუნიკაბელური ბუნებრივია უნდა კონდეს თეორიული სოდნა ამ სფეროსი იმიტომ რომ არის აუცილებელი მაინც ამისთვის კონდეს კონტაქტები ბევრი ესეც ვიცით და ასევე უნდა უყვარდეს ადამიანები ანუ უნდა სიამოვნებდეს ადამიანებთან ურთიერთობა არ შეიძლება რაღაცა ადამიანი რომელიც არ იღიმის და არ უყვარს ადამიანები მუშაობდეს ამ სფეროში უნდა იყოს მაქსიმალურად გახსნილი და ჯეროდეს იმის რასაც აკეთებს და რა ვიცი უყვარდეს ის საქმე რასაც აკეთებს თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე შენ რაღაც მიდოდა კეთი მეთქვა და არ მაცადე მე რავი დაგითხოვთ მაშინ ამ ბაღებს აი დახე თათა მალეში და კეთის ესედიო ბაღელები არის ანუ ბევრი აქვს დასაუბროთ მოდი ჩვენო ცალკე ვიყოთ ხო просто ჩუმადო ძალიან ლაპარაკობ და თავისუფალ დროს რას აკეთებ და ძირითადად დავდივარ სტუმრად მეგობრებთან საჭმელად დავდივარ, მიყვარს გარეთ ჭამა, ძალიან მიყვარს გარეთ ჭამა და მეტყობა კიდეც. არა, ძალიან. არა. მადლობთ. კარგია თუ არ მეტყობა და რა ვიცი, ანუ რო გითხარ რაღაცა დიდად ღამის ცხოვრებით ცხოვრობ, არა, ანუ აი რაღაც იშვიათად, მაგრამ კლუბშიც სიამოვნებით დავდივარ, მაგრამ ძალიან იშვიათად. აგრესიას მოდიან ხოლმე კეთის არა კეთის გადააწყდება ო შენ ხო არა შენ სადად იყავ თქვენ რომელ კლუბში აი მანდ დავდივარ ჩვენ იყო სადად ბაღელებს ხო ჩვენ ბოლო დროს ეს უმზირა არის ესეთი community კარგი ივენთებს აკეთებს მოკითხვა ქედან და გააგრძელეთ და ჩვენს ვივლითხში. როდესაც აქ მოდიან ხოლმე საქმიანი ქალები, ყოველთვის ვეკითხებით ხოლმე როგორ ასწრებენ სახლის საქმეს. შენ თუ ატარებ ხოლმე სახლის საქმეს ალბათ არ აკეთებს ავარაუდ, მაგრამ თუ ატარებ ხოლმე რაღაც შენი დროის გარკვეულ ნაწილს სახლში, არასოდეს? არა.
აი მართლა რომ გავდივარ დილით. სასტუმროა. მაქსიმუმ 11-ზე, 4-ის ნახევარზე შევდივარ მინიმუმ სახე. ყოველ და ეხა ეს პერიოდი არის სულ ეგრე. იმიტომ რომ იქიდან რეალურად ვამთავრებ ხოლმე 11 საათზე ჩემს საქმეებს, თან უკვე ეს რადგან ჩვენი არის ეს ოფისი, სადაც ეს რედაქცია ნომერი 3, ის გვიანობამდე ვარ და ამიტომ 11 საათზე ვკეტავ და გამოვდივარ და მე იქიდან მინდა ხოლმე ვიღაცის ნახვა ხოლმე მეგობრის სადაც წასვლა და სანამ იქ წავა, სანამ იქ სახლში მივა უკვე მე არ გირეკავენ ხოლმე. არ დაიხარე, მე მირეკავენ სახლის ხოვრობს მე მირეკავენ ხოლმე, რომ არ დაიხარე, არ დედაჩემს გონია რომ არის 12-ის. აი ვერი ძინებს ჯერ ერთი სანამ არ მივალ და მელოდება. მეზობელთანაც რა ვიდეთ, მე და ჩემი ძმა მაინც ეგრეა. და რა ვიცი, მე სულ ყოველს 4 საათს ხო უკვე ტონით. ხდება რომ უკვე შეიძლება რომ ცოტა ხანი ხა აღარ უნდა დამირეკო. კარგი ფიქრია მარტო ცხოვრებაზე? მიფიქრია კი, მაგრამ არ მინდა, იმიტომ რომ იქ მაინც ვნახულობ. ჯერ არ მინდა და ისე მიფიქრე და ვთვლი რომ ყველაზე კარგი იქნება და კარგია, როდესაც გაქვს შენი რაღაცა კუთხე, სადაც ისვენებ და მე მაქვს ხა ეს თქვა ოფისში, იმიტომ რომ ყველა რომ იცის მე შემეუცებ ეს. და ისენებ შეიძლება უვლიან ხელის გულზე აქვს ყველაფერი ალბათ და რა თუნდა ხა შეწუხება საერთოდ უნდა მივიდეს თვითონ და გააცხელოს ბაღში და თან ვნახულობ რა. ხო, ოჯახის წევრებს ჯობია ძილამდე 10 წუთით ადრე მაიცნა. მინდა კი. ანუ კარგია. ეხლა ჩემო ძმა მოიყვანა ცოლი, სხვათა შორის და ესე გარეთ დიდად აღშენებს. მაგრამ ხო, მაინც გვიხარია და პირიქით კარგად მძინავს იქაც. მაინც გვიხარი? ანუ აი სიხარული წონის თქვა ჩემი დიდოთარ. მაინც გვიხარი. ბახვა, შენი აზრით რა არის, როდესაც აქ საქმიანი ქალები მოდიან ხოლმე სომოსოლოფ, იმიტომ რომ რა ვქნა, მამაკაცის შემთხვევა პირველი შეხა. როდესაც მოდიან ხოლმე ყოველთვის რაღაცა მესიჯს უგზავნიან იმ დიასახლისებს, რომლებიც სხედან ახლა ტელეეკრანებთან, არიან სახლში, ზოგს ცომში აყენები, ზოგს გვილში და ასე შემდეგ. ყოველთვის რაღაცა მესიჯს უგზავნიან, რომ შეუძლიათ რომ ჯერ კიდევ ყველაფერი გვიანი არ არის და შეუძლიათ რომ ახლა დაიწყონ ყველაფერი. რას მოუწოდებ შენ ასეთ ადამიანებს? რას მოუწოდებ მე ასეთ ადამიანებს და აი მოუწოდებ ზუსტად ამას მოვყვებით ჩემი საკუთარი მაგალითიდან რომ აი ესეთი ფურცლით ვიარეთ, გავყიდეთ ესეთი ფურცელი რეკლამა და გავაკეთეთ კულინარტი, რომელმაც მოიტანა იმ ხელს შემოსავალი, რომ ანუ რაღაც ესეთი კი არა, მეორე ჟურნალი დავიწყეთ, გვაქვს სტაბილური შემოსავალი, გვაქვს სტაბილური მკითხველი და აი ამითი გავაკეთეთ ეს ყველაფერი. და ვთვლი რომ ვისაც ადამიანებს, ვისაც უნდათ რაღაცის გაკეთება, აქვთ რაღაც იდეა მაინც, რაღაც პატარა რისკი შეუძლია რომ გაიღონ და ანუ გარისკონ და გააკეთონ. რაღაც დიდ თანხებზე არა რომ მე შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. უნდა სადო ყოველ შემთხვევაში. ყველამ უნდა სადოს ნებისმიერ ასაკში. ნებისმიერ ასაკში და როდესაც ძალიან რაღაც გინდა, მე მგონია რომ აუცილებლად გამოვიდა. კი, მეც წარმატების შენეული ფორმულა ხომ არ გაქვს? წარმატების ჩემეული ფორმულა არ მაქვს. საერთოდ მე მგონი წარმატების ფორმულა არ არსებობს. ხო, მეც რაღაცა, ნუ ყოველ შემთხვევაში ვერ მივაგენი ჯერ. შენი წარმატების ფორმულა რა იყო? ფორმულა არა, ნუ ეს რაღაცა განვლილი ეტაპი, რა მოგიტანა შენი წარმატება? გამიმართლა ალბათ, იმიტომ რომ მე ვერ ვიტყვი რომ ვარ შრომის მოყვარე და ბევრს შრომობდი, იმიტომ რომ ვარ ძალიან ზარმაცი. ბევრი რომ ეშრომ ალბათ უფრო მეც მივახწევდი და ვიქნებოდი უფრო წარმატებული და მექნებოდა უფრო მეტი შემოსავალი. ვარ ძალიან ზარმაცი და ეს მიშლის ყველაფერში ხელს და ხო აი ამ ზარმაცებს ვეთყოდი რომ ეს ძალიან ცუდი თვისება, რომელიც ყველაფერში მთელი ცხოვრება შეგეცლის ხელს. კი, აუცილებლად და ამიტომ ჯობია იქვე მოკლად ძირშივე და მე ეს გადაიშვიათ. ბახვა, უნდა შემოგთავაზო რომ გადაცემის მეორე ბლოქის დარჩა, რომ შეხვედრა ხო არ გაქვს. თემა ის რომელიც შენია. დაახლოებით ვიცოდი წინასწარ ტელეფონ და სმარტფონ დამოკიდებულები. ვარ. რჩები. კი ბატონო და შემოგვიერთდება ბახალა ასევე. ჩემი საყვარელი ადამიანი. ესე იგი ბახალა და ბახალა, ბახვა და რეკლამის დრო არის. დაგველოდეთ არ გადაარდოთ, რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.